კიდევ ერთხელ უნდა გადავინაცვლოთ ჩვენს მინი დოლბი თეატრში და მთავარ მიმომხილო მარიკა ბაკურაძესთან. მარიკა, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ, როგორც ვიცი, ოსკარის ცერემონია უკვე დასასრულს მიუახლოვდა ან დასრულდა, ამას უფრო კონკრეტულად ჩვენ გვეტყვი და კიდევ გითხარი რა გახდა ცნობილი. ვინმე იყო საუკეთესო ფილმისთვის ოსკარი? დასრულდა, ის სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი და საუკეთესო ფილმი გახდა მწვანე წიგნი. მე არ ვიცი ნუნუცა რომელ ფილმს გულშემატკივრობდი. მე გაგიმხილე შენ. და ეს არის რომა. რომაზე მითხარო გულშემატკივრობდი, მე მეგონა. რომას გულშემატკივრობდი ძალიან, მეგონა რომ ის აიღებდა ამ ოსკარს, თუმცა ეჭვი მქონდა რომ ბოჰემიური რაფსოდია იყო მისი კონკურენტი. არცერთი არ გამოაცხადა და აი ზუსტად ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კადრები, თუ როგორ გამოცხადდა მწვანე წიგნის გამარჯვება, ჯულია რობერტსმა გამოაცხადა ეს ნომინაცია. სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ ჯულია რობერტსი წითელ ხალჩაზე არ გამოჩენილა და არავის ეგონა რომ ის დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა აი ცენტრში ხედავთ, შეუძლებელია ჯულია რობერტსი არ დავინახოთ ასეთ ულამაზეს ვარდისფერ, უბრალოდ მე მგონი ჟოლოსფერ კაბაში გამოპრანჭული და მან გამოაცხადა მწვანე წიგნი. ძალიან ემოციური იყო მართლა ეს მომენტი, იმიტომ რომ მთელი სამსახიობო და შემოქმედებითი გუნდი ავიდა სცენაზე, ყველა არის ძალიან ბედნიერი და საინტერესოა ის, რომ მწვანე წიგნისთვის ეს არ იყო პირველი გამოცხადება, ასე ვთქვათ, ის რამდენიმე ნომინაციაში იყო წარდგენილი, მაგრამ მოიგო 3 ნომინაციაში და მათ შორის უმნიშვნელოვანესი კაცის მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ჩვენ ახლა კადრში ალბათ დავინახავთ მსახიობ მაჰარშალა ალის, შავკანიან მსახიობს, რომელიც მეორედაც ავიდა სცენაზე, ჯერ ერთხელ ავიდა და თავისი პრიზი აიღო მეორე ხარისხოვანი როლისთვის, შემდეგ უკვე რეჟისორთან და თავის გუნდთან ერთად ავიდა და ყველამ ერთად გაიზიარეს ეს სიხარული. გადავიდეთ შემდეგ ნომინაციაზე. არ ვიცი ახლა ამდენად კომპეტენტურია ჩემი აზრით, თუმცა მე მაინც ისე რომას მიმართულებით რომ წავიდე, ვფიქრობ რომ ეს არაფერი იყო თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ფილმის თემიდან გამომდინარე. ჩვენ ვთქვით ხო, იქ რომ მექსიკაში მიმდინარეობს მოვლენები და ვიცით რამდენად აქტუალურია ეს თემები ამერიკაში და ვფიქრობ რომ ჩვენ ვიცით Netflix-ან კონფლიქტი ხო რეალურად დაბლოკა Netflix-მა და თქვა რომ არ უჩვენებდა ამ ფილმს შესაბამისად. მაგრამ ამ შემთხვევაში ოსკარი მე მგონი საკმაოდ ისეთ გაბედული აღმოჩნდა, იმიტომ რომ რომაც არ დაჩაგრა იმ კუთხით, რომ საუკეთესო რეჟისორად სწორედ რომას რეჟისორი დაასახა. მე ერთს ვიტყვი, ამდენი ხანი ხო ჩუმად ვარ და გისმენთ თქვენ, ხო? მე ძალიან მიხარია, რომ ჯაზურმა თემატიკამ დაამარცხა რომაც ბოჰემიან რაფსოდიც და სულ ყველა. აი ამით ვარ ბედნიერი, რომ ჯაზი ისევ აქტუალურია. ჯაზი ყოველთვის აქტუალურია, განსაკუთრებით იმ კუნძულზე. მე ალფონსო კუარონის წარმატება რა თქმა უნდა, აუცილებლად საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. აი ჩვენ ახლა დავინახავთ კადრებს, რომა მართლაც გახდა საუკეთესო რეჟისორის ფილმი და რომასთვის ეს არის უკვე მერამდენი ნომინაცია. უნდა ვთქვათ ის, რომ ერთი ნომინაცია ის არის, რომ ალფონსო კუარონმა როგორც ოპერატორმაც პირადად მიიღო ეს პრიზი, როგორც საკუთარი ფილმის ოპერატორმა და აი ამ ერთ ამბავს ვერ გავიზიარებ, საუკეთესო უცხოენოვან ფილმადაც რომა დასახელდა. ამ ნომინაციაში მე გულშემატკივრობდი პოლონურ ცივ ომს, პაվել პავლიკოვსკის ფილმს. ამ შემთხვევაში ნამდვილად გული დამწყდა, თორემ ფილმის შემთხვევაში ძირითად სექციაში, ასე ვთქვათ, ნამდვილად ჩვენთან ერთად ვიყავი და მეც მინდოდა რომ მას მოეგო. ეს კუარონის მესამე ოსკარი უნდა იყოს, წესით როგორც გადავთვალეთ ახლა ჩვენ ერთად, გრავიტაცია მახსოვს და აი ჰარი პოტერი ან მეორე ან მესამე ესეთი რომ და ჰარი პოტერზე მეპარება ეჭვი არ მახსოვს, მაგრამ გრავიტაცისთვის ნამდვილად მახსოვს რომ იყო. ეგ ნამდვილად. და სხვათა შორის იმ ამბავმა რომ აი რომა ასე გამოკვეთილად გამოჩნდა და მე წინა ბლოკში ვისაუბრე ესპანურენოვან საკითხებზე და ტრამპის წინააღმდეგ გამოთქმულ საკითხებზე, უკვე დაიწყო მithქმა-მოთქმა, სოციალური ქსელები უკვე იწყებს მოქმედებას, ასე ვთქვათ, და სხვადასხვაობას და ამ საკითხებზე უკვე შემდეგ ჩართვაში. ისე სხვათა შორის მარტო ჩვენი კი არა, ძალიან ბევრი უწინასწარმეტყველებდა რომას არა მხოლოდ ერთ ოსკარს, არამედ რამდენიმე ოსკარს დაუშვათ სხვა ფილმებისგან, რომლებიც მართლა უფრო მეტი ოსკარი მიიღეს ვიდრე რომამ. თუმცა რეჟისურა ძალიან მნიშვნელოვანი. ოპერატორი და უცხოენოვანი საუკეთესო ფილმი. მე მგონი რომ დაჩაგვრას აქ ნამდვილად ვერ ვიყავით. გადავიდეთ შემდეგ ნომინაციაზე, საუკეთესო მსახიობი ქალი. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა, ყველას ყავდა რა თქმა უნდა თავისი ფავორიტი, მაგრამ ფავორიტი გახდა ფილმი ფავორიტი ამ შემთხვევაში და აი ხედავთ უკვე გამოცხადების ცერემონიას, ისეთი ემოციები ჩვენ გვეგონა სხვათა შორის რომ უყურებდით სამონტაჟოში, გული წაუვიდა. ამ მსახიობს ეს გახლავთ ოლივია კოლმანი, ფილმისთვის ფავორიტი, მან გაიმარჯვა და ნახეთ როგორ ეხმარებიან, როგორ ასეთი ემოციებისთვის ვიხმო, მაგრამ ფავორიტი მყავდა და უნდა ვაღიარო, მარიკა, შენ რა სიწყე? ვინ ყავდა? აქაც სხვა ფავორიტი მყავდა, შენი ფავორიტი და მეც ჩემს ეს გეტყვი. გლენ კლოუზ. გლენ კლოუზ გულშემატკივრობდა, მე მგონი ძალიან დიდი ნაწილი ხალხისა და ისინი ამბობდნენ რომ ასეთ დაფასებულ ადამიანს არ შეიძლება ამდენი წლის განმავლობაში არ მიეცეს პრიზი, მაგრამ იმასაც ამბობდნენ რომ ძალიან რთული ამ სტილის მსახიობი
იყო და გვერდზე ყავდეს მერილ სტრიპი და ასეთ გარემოში გიწევდეს მუშაობა და ამანაც განაპირობაო. ჩემს პირად აზრსაც გეტყვით, ამ შემთხვევაში მე გულშემატკივრობდი ისევ რომას მსახიობ გოგონას, რომელსაც სახელს ზუსტად ახლა კარგად წავიკითხო, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობდი მექსიკელ იალიცა აპარისიოს. გულშემატკივრობდი რატომ? ეს იყო გოგონა, რომელიც მე მგონი საერთოდ პირველად გამოვიდა ამ სივრცეში, მან არც ინგლისური ენა იცის, არც არაფერში არ მიუღია მონაწილეობა. საერთოდ უცხო იყო მისთვის ეს სამყარო და პირდაპირ წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა. მე ასეთი მომენტები მიყვარს. შევადარე კიდევაც კადრს მიგმა ის ალისია ვიკანდერს, იმიტომ რომ სწორედ ასე გამოჩნდა ვიკანდერიც დიდ ეკრანებზე, როდესაც მას არავინ არ იცნობდა, ინგლისურის გატეხილად იცოდა, თუმცა მან აიღო ხო ოსკარი გვახსოვს. ინგლისურზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სხვათა შორის ამ პრინციპით პირველად გამოჩნდა ბარბარა სტრეიზანდი სასაცილო გოგონადან, მართლა ესეთი გოგონა და მინდოდა რომ სწორედ აპარისიოსაც ეს ბედი გაეზიარებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ვხედავთ მის კადრს როგორ იყო წითელ ხალიჩაზე, ძალიან ბედნიერი, რა თქმა უნდა ისიც საუბრობდა ესპანურად, იმიტომ რომ არა მხოლოდ პროტესტის გამო, არამედ არც კი ვიციო ინგლისური ენაო და თარჯიმანი დაიყენა მან გვერდით. კიდევ ვთქვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნომინაცია, მეორე ხარისხოვან კაცზე ვთქვით რომ ეს არის მწვანე წიგნის მსახიობი, ქალის მეორე ხარისხოვანი როლისთვის რეჯინა კინგი მოიპოვა ეს პრიზი. ორიგინალი სცენარი, აი მწვანე წიგნი აქაც დაჯილდოვდა ნომინაციაში ორიგინალი სცენარი და შემდეგ ნომინაციაში რომელიც ასევე სცენარს უკავშირდება, ეს არის საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, აქ უკვე მოიგო სპაიკ ლიმ თავისი ფილმით შავი კუკლუს კლანელები. სპაიკ ლიმაც არ დატოვა უყურადღებოთ აქტუალური თემა ტრამპი და ამერიკა, ჩვენ ახლა შეგვიძლია მისი გამოსვლა ვნახოთ კადრებში და სპაიკ ლის სიტყვა იყო ძალიან საინტერესო სხვათა შორის და ემოციური, გარდა იმისა რომ მისი ჩაცმულობაც ისეთი ორიგინალური და ექსტრავაგანტული იყო, იისფერში იყო ამჯერად სპაიკ ალი გადაწყვეტილი და მისი სიტყვა იყო ასეთი, რომ მისი წინაპრები ამერიკაში ჩამოვიდნენ 400 წლის წინ, მისმა ბებიამ, მისმა ნათესავებმა საერთოდ წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ და ნელ-ნელა ისინი ასე დამკვიდრდნენ ამ მიწაზე. აქ მიიღეს განათლება, აქ შედგა სპაიკ ალი როგორც რეჟისორი, ეს ქვეყანა არის მათთვის არა მხოლოდ უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ როგორც ჩვეულებრივი აღზრდის მთელი ცენტრი და ამიტომ ისინი ყველანი ერთად უნდა იდგნენ არჩევნებზე 2020 წელს და გააკეთონ ისეთი არჩევანი, რომელიც ეკუთვნის ამერიკას და არა ისეთი, რომელიც ახლა არის. ეს არის თავი განცხადების იყო ტრამპი, ხო როგორც ხარ, ისე როგორც გასულ წელს. ნამდვილად, ანუ თუ ვინმე გამოიყენა პლატფორმა, ყველა ისაუბრა ტრამპის მექსიკის და მეჩვენება და გამე გამომრჩა თუ ვიც დაიჩაგრა ისე რომ საერთოდ ვერაფერი ვერ მიიღო. ხო, ვიცეს რაც შეეხება, ამ ფილმმა მიიღო საუკეთესო გრიმი და კიდევ რამდენიმე ტექნიკური ნომინაცია. გრიმთან დაკავშირებით ითქვა ის, რომ ამ როლის შესრულებისთვის მთავარ მსახიობს წარბების გაპარსვაც კი მოუხდა და სხვადასხვა აღჭურვა სახის სხვადასხვა საშუალებებით, რომ ასე დამსგავსებოდა პერსონაჟს და სწორედ გრიმის ნომინაციაში დაფასდა ეს წიგნი. უნდა ვთქვათ საუკეთესო მუსიკა, რომელიც შავ პანტერას გადაეცა ამ ნომინაციაში და ორიგინალური სიმღერა არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი რომ ეს იყო ლეიდი გაგა და სიმღერა შალო, რომელიც მთელ მსოფლიოს უკვე მოედო, მას შემდეგ რაც ლეიდი გაგას და ბრედლი კუპერის დუეტი გამოჩნდა ამ ფილმში, მაგრამ მე მინდა რომ ამ საკითხებზე ცოტა ჭორაობაზე და ცოტა შეხედულებებზე შემდეგ ჩართვაში ვისაუბროთ და ბრედლი კუპერი და მისი მეუღლეც აუცილებლად ვახსენოთ. და ორ დეტალს დავამატებ. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა ძალიან საინტერესო ფილმი, რომელსაც ქვია თავისუფალი სოლო. ეს არის ერთი მეკლდეურის შესახებ და ეს არის ერთადერთი მეკლდეული მსოფლიოში, რომელიც ყველანაირი დაცვის გარეშე ცოცავს უმაღლეს წერტილებში. ამ ფილმმა გაიმარჯვა და გაიმარჯვა ასევე ერთმა ანიმაციურმა ფილმმა, რომელსაც ქვია სპაიდერმენი და ეს ამბავი დაუკავშირდა შეიძლება იმასაც, რომ წელს არა, ცოტა ხნის წინ ასე ვთქვათ, სტენლის გარდაცვალების პერიოდი იყო, მარველის წელი იყო, ასე ვთქვათ, ყველა რაღაცნაირად შეეხმიანა მის გარდაცვალების ამბავს და დაუკავშირეს, რომ შეიძლება სპაიდერმენის აღიარებაც სწორედ სტენლის სახელს უკავშირდებოდეს. მოკლემეტრაჟიან ანიმაციაში კი გაიმარჯვა ფილმმა, მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა ბაო. ეს არის ძირითადი ნომინაცია. სატელევიზიო სერიალი ევას მკვლელობისას ლიდერობდა თუ არ ლიდერობდა? აქ ოქროს გლობუსი, როდესაც ის ნამდვილი ფავორიტი. ოქროს გლობუსზე უფრო დაფასდა სერიალები, ამჯერად აქ ნომინაციებში არსად არ იყო. ახლა უკვე ის მომენტია ზუსტად, როდესაც გამოაშკარავებულია ყველაფერი და ასპარეზი მიცემული აქვს ხალხს იმისთვის, რომ და კრიტიკოსებს, იმისთვის, რომ საკუთარი აზრით განაჩენი არის ლირიკა, ჭორაობა, ყვითელი პრესა და რომელიც მე მგონი ძალიან საინტერესოა და ამიტომ დავუბრუნდები მე ახლა ავითვისებ სოციალურ ქსელს, წითელ ხალიჩას, სადაც მეც ვდგავარ და სადაც ვარსკვლავები იდგნენ ლოს-ანჯელესში და ძალიან გიხდება მინდა გითხრათ წითელი მარიკა ძალიან მადლობა და მოუთმელად გელოდებით მარიკა ბაკურაძე კიდევ ერთხელ შემოგვიერთება უკვე გადაცემის დასკვნით ნაწილში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ისევ წითელი ხალიჩით და როგორც მარიკა ბაკურაძე დაგვირდა ცოტა ჭორაობით და მარიკა დილონ მშვიდობისა და სოციალურ ქსელებში რა მოიკითხე ამით დავიწყოთ.
დილა მშვიდობისა, პირველ რიგში ყველაზე მთავარი უნდა ითქვას, რა აკლდა წელს ოსკარს. ოსკარს აკლდა მერილ სტრიპი. მის გარეშე ჩაიარა ამ ცერემონიალმა და მე არ ვიცი მიზეზი, რატომ არ გამოჩნდა ის არც წითელ ხალიჩაზე, არც დარბაზში, მაგრამ რაღაცნაირად იგრძნობოდა თითქოს მოლოდინი, რომ აი შემოდგამდა მერილ სტრიპი ფეხს და ყველაფერი დაიწყებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს უფრო მაგარია, რომ გელოდებიან და არ ჩანხარ. ხო, ეთყობა ცოტა უკვე თავი დაიფასა. ასე წავიდა. ძალიან ჭირდება მას. მაგრამ რაღაცა დაავადებული შეგრძნება იგრძნობოდა. ყველა დედის გარეშე იყო თითქოს დატოვებული დარბაზში და ასე წარიმართა მთელი ცერემონიალი. მე უკვე ვახსენე რემი მალეკი, რომელმაც აიღო პრიზი ბოჰემური რაფსოდიაში განსახიერებული მთავარი როლისთვის, მოგეხსენებათ ის ფრედი მერკურის როლს ასრულებს და აუცილებლად მინდა ახლა ვნახოთ რემი მალეკის დაჯილდოების კადრები და პირველი და მთავარი რაც თქვა მან მოიკითხა დედა. აი ზუსტად ამას ამბობს, სადღაც აქ არის ახლა დარბაზში და დედა მინდა მოვიკითხო. ამ ამბავმა ყველას გაგვახსენა ზუსტად ჩაშანდელი ამბავი, როდესაც მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა გარი ოლდმანი და მან თქვა მართლაც დაუწყარი სიტყვები, რაიჭრა ხელში ოსკარი და დაიძახა. ჩაი დაადგი დედა მოვდივარ. და თითქოს დააკავშირეს, რომ რაღაცნაირად ეს პარალელები გაივლა უკვე რემი მალექსა და გარი ოლდმანის სიტყვებს შორის. თუმცა ნამდვილად დიდი აღიარება მოიპოვა. და დედასთან ერთად მივიდა თუ არ ვსწავლე ბრედლი კუპერიც, ხო? ბრედლი კუპერი დედასთან ერთად იყო, კი, ნამდვილად. გადავიდეთ ზუსტად ბრედლი კუპერის და ლეიდი გაგას და ბრედლი კუპერის მეუღლის ირინა შეიკის თემაზე. მოდით მოვისმინოთ პატარა ფრაგმენტი ამ სიმღერიდან. ეს არის სიმღერა Is there something else you're searching for? I'm falling. In all the good times I find myself longing for change. აი ეს არის სიმღერა შალო, რომელმაც მართლა მთელი მსოფლიო მოიარა, მას შემდეგ რაც ეს დუეტი ესე აქტიურად გამოჩნდა, როგორც სცენაზე, ისე ფილმში და ისე სოციალურ ქსელებში, რა თქმა უნდა, და ამჯერადაც ოსკარზე ბუნებრივი იყო, რომ ეს სიმღერა აუცილებლად შესრულდებოდა, დაჯილდოვდა კიდეც. და საერთოდ რაც ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას წყვილი ასე ახლო ურთიერთობაში ჩანს ხოლმე, ყველა საუბრობს ირინა შეიკის შესახებ და სხვათა შორის იყო მოსაზრება, რომ დღეს ბრედლი კუპერი მარტო მოვიდოდა. მის გვერდით არ იქნებოდა ირინა შეიკი, თუმცა ასე არ მოხდა. ბრედლი კუპერი გამოცხადდა მეუღლესთან ერთად, აი ვხედავთ ჩვენ ცოლ-ქმარს, ისინი ხელჩაკიდებული მოვიდნენ ერთად და რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ შავ სამოსში იყო გამოწყობილი სამივე მათგანი, განსაკუთრებით ქალბატონები. ირინა შეიკსაც შავი სამოსი ეცვა და ლეიდი გაგასაც. რაც შეეხება ლეიდი გაგას კაბას, დიზაინერებზე უკვე სხვა ჟურნალისტები ისაუბრებენ, რომლებიც მოდის სფეროში გაცილებით უკეთესად ერკვევიან, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას აი ეს ყელსაბამი და უნდა წავიკითხო ზუსტად ციფრი 30 მილიონიანად არის შეფასებული ეს ბრილიანტი, რომელიც ლედი გაგას ყელზე ეკეთა დღეს ამერიკის დროით. ალბათ რაღაცნაირად გამოძახილიც იყო იმ მოლოდინის, რომელიც მას ჰქონდა, რომ აიღებდა საუკეთესო როლის შესრულებისთვის 30 მილიონით მოვიდა და ოსკარით წასვლაზე და ნუ სიმღერის ჟანრში ასე ვთქვათ, წაიღო მან ოსკარი. სამწუხაროდ ქალის როლზე ვერ მიიღო ეს ოსკარი. რაც შეეხება ლედი გაგას სტილს, ძალიან ბევრი საუბრობს ზუსტად მის გარდასახვაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ხედავთ ამ ქალბატონს და ის არის ძალიან ექსტრავაგანტული, იყო უბრალოდ ექსტრავაგანტული, უცნაური სამოსით, ერთი პერიოდი ხორცისგან შექმნილი კაბაც ეცვა ხოლმე, როდესაც ვეგეტარიანობისკენ მოუწოდებდა ხალხს და ცხოველთა დაცვით იყო დაკავებული, მაგრამ ნელ-ნელა ამ ფილმად შეუწყო მას ხელი, რომ ის ასე დაიხვეწა და აი უკვე ოსკარის ცერემონიალზე ასეთი გამოჩნდა. ეს კაბა არის მაქვინის კაბა, რომელიცაც ცვია და დეტალებზე უკვე მე მგონია, რომ ოთხშაბათს ეკოფანგანი დაინტერესდება. რა თქმა უნდა. წითელი ხალიჩის დეტალებით და მოდი აღარ ჩავერევი მის საქმიანობაში. ერთი დეტალი უნდა თქვა, სანამ სხვა საკითხზე გადავალ, ბრედლი კუპერი რატომღაც ახსენა ჯულია რობერტსმა თავის სიტყვაში. არ ვიცით რატომ დააკავშირეს ყველაფერი, მაგრამ იქაც მოიკითხა ბრედლი კუპერის დედა, აი რაც შენ თქვი, ნუცა წეღან, როდესაც ჯულია რობერტსი გამოვიდა, უნდა დაეჯილდოვებინა მთავარი ფილმი, მწვანე წიგნი, როგორც თქვით, მან მოიკითხა ბრედლი კუპერის დედა და საკუთარი შვილები. ჯერ არ ვიცით ამ ფრაზის მიზეზი, ასე ვთქვათ. აუცილებლად ბრედლი კუპერი დღეს ძალიან აქტუალურია. ბრედლი კუპერი და ლეიდი გაგა, ბრედლი კუპერი და დედამისი, ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი, რობერტსი, ყველა ქალი ტრიალებდა მის ირგვლივ ნამდვილად. ნუ ალბათ იმსახურებს კიდეც, ვისაც მოსწონს ბრედლი კუპერი. მაგრამ ბრედლი მე მგონი ხელსარიელი წავიდა, ხო? ხო, მხოლოდ სიმღერით დაჯილდოვდა ეს ფილმი და თუ ამ დუეტს არ ჩავთვლით, ხელსარიელი წავიდა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ შემდეგი საკითხი, ოსკარი ყოველთვის აფასებს ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ კინოს განვითარებაში შეტანილი და განსაკუთრებით მათ, ვინც მიმდინარე წელს გარდაიცვლება ხოლმე. წელს იყო ძალიან მძიმე წელი, იმ მხრივ რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი სახელი და გვარები გამოაკლდა მსოფლიო კინოს
ეს არის ბერნარდო ბერტოლუჩი, ეს არის მილოშ ფორმანი, ეს არის სტენ ლი, რომელზეც უკვე ვისაუბრე ანიმაციის კუთხით, რადგან ანიმაციაში მოიგო სპაიდერმენმა, ეს არის ბარტ რეინოლდსი და სხვა და სხვა. აი ჩვენ ახლა კადრებს ვხედავთ, ეს არის სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც გამზადდა ამ ცერემონიალისთვის და რამდენიმე წუთი ზუსტად ამ აი მილოშ ფორმას ვხედავთ და კადრები მისი ფილმიდან. რამდენიმე წუთი მოკლედ დაეთმო ამ ამბავს და ყველამ ერთად გაიხსენა ეს დიდებული სახელი და გვარები მსოფლიო კინოს შემქმნელებით, ამამაც შეგვიძლია ვთქვათ. მე მგონი და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ესეც უკვე კაბას უკავშირდება. ამ შემთხვევაში გლენ კლოუსს უნდა შევეხოთ. ის მოვიდა ოქროსფერის სამოსით, ეს არის ძალიან საინტერესო სამოსი და როდესაც ჟურნალისტმა კითხა ამ სამოსის შესახებ, მან თქვა, რომ ეს არის სპეციალურად ჩემთვის შეკერილიო, როგორც აღმოჩნდა, ეს კაბა იწონის 19 კილოგრამს. და ეს კაბა შექმნილი, იცი რა არის ნაჭერია, მაგრამ შექმნილი არის და პატარა თვლებით ბჭყალებში ვიტყვი, ეგრეთ წოდებულ ბისერებს რომ ეძახიან 4 მილიონი ბისერი ბჭყალებში ვიტყვი, ისე არის დახარჯული ამ კაბის შესაქმნელად და იწონის 19 კილოგრამსო, ასე განაცხადა გლენ კლოუსმა. ისიც ითქვა, რომ გლენ კლოუსმა ასეთი მოვიდა ამ კაბით იმისთვის, რომ ოსკარი წაეღო და ოქროსფერი ოსკარი, მოგეხსენებათ, როგორი ფერის არის და თავის კაბა შეეხამებინა ერთმანეთისთვის თქო, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა თავდაჯერება ნამდვილად ეტყობოდა და მე გამახსენდა ამ ამბავზე რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა, რომელიც ბერდმენს უკავშირდება, ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს ფილმ ბერდმენს და ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს კადრები ვნახოთ. აი მეოთხე კადრად, თუ შეიძლება რომ თავიდან ვაჩვენოთ ეს კადრები, აქაც არის შენელებულად, როგორ აქვს გამზადებული მთავარ მსახიობს მაიკლ კიტონს სამადლობელი წერილი და გამოცხადების დროს ის პიჯაკში თითქოს იღებს წერილს, მაგრამ რო ხედავს, რომ ეს მას არ ხვდება, მე ისე უკან მალავს და რაღაც მსგავსი მოხდა სავარაუდოდ გლენ კლოუსთან დაკავშირებით მისი ჩაცმულობა ამას მოგვიწოდებდა. ედი რედმეინი, რომელმაც წაართვა, ასე ვთქვათ, მაიკლ კიტონს ეს პრიზი რამდენიმე წლის წინ. და კიდევ ერთი სამოსის შესახებ, კიდევ ერთი დეტალი უნდა დავამატო. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ემა სტოუნის ფოტო. აი ეს არის ემა სტოუნის კაბა. დაიდო თუ არა ეს ფოტო, გამოჩნდა თუ არა ემა სტოუნი, ასეთი რამ დაიწერა. ამ ქალბატონს დამწვარი ვაფლი აცვიაო. არ ვიცი რამდენად მიამსგავსებთ თქვენ ამ ყველაფერს დამწვარ ვაფლს, მაგრამ ფაქტია, რომ მან ასეთი სამოსი შეარჩია. ერთი გვერდი ვნახე კიდე არის ესეთი შექმნილი, გაბრანჭული მოდიხარ, მაგრამ ვერ მიგაქ ის რისთვისაც მოხვედი ესეთი გლენ კლოუსია საუბარი, კი, სამწუხაროდ ასე მოხდა. მოკლედ კიდევ ერთხელ მოდი შევახსენოთ მაყურებელს მთავარი ნომინაციები, ასე ვთქვათ, ვინ გაიმარჯვა. ვთქვით, რომ მთავარი მსახიობი კაცი, ვინც გაიმარჯვა, ეს გახლავთ ფილმისთვის ბოჰემური რაფსოდია, ფრედი მერკურის როლი შეასრულა რემი მალეკმა. მთავარი ფილმი გახდა მწვანე წიგნი, საუკეთესო რეჟისორი გახდა რომას რეჟისორი, რომელსაც ჩვენ ყველანი გულშემატკივრობდით და მთავარი მსახიობი ქალბატონი გახდა უკაცრავად ამერია. ფურცლები, აქ ყველაფერი ერთად მიწერია და ისეთი დატვირთული ღამე იყო, რომ ის უნდა ამერიყო ზუსტად ხო, დრო რთულია დამახსოვრება სახელი და გვარის იმ ქალბატონის, რომელმაც აიღო საუკეთესო როლისთვის წელს ოსკარი. და მე თქვა აუცილებლად, თორემ ოლივია კოლმანმა მიიღო ფილმისთვის ფავორიტი ეს ფილმი და აი ხედავთ ახლა მისი გამოცხადების კადრებს, როგორ ემოციურად მიიღო მან ეს გამოცხადება. დავინახეთ გლენ კლოუსის სახეც, რაღაცნაირად გააკეთა. და არ გამომიტოვა ჯულია რობერტსი როგორ გამოიყურებოდა. ჯულია რობერტსი, რომელსაც არ ვერ ნახეთ, რომელიც წითელ ხალიჩაზე და საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ მერილ სტრიპით დავიწყებე საუბარი. წელსაც იყო ძალიან დიდი ნაკლებობა ვარსკვლავების. რატომღაც არ ჩანდა ისეთი არჩევანი, როგორც წლების განმავლობაში ჩვენ გვახსოვს, სადარბაზე სავსე იყო ხოლმე. ჯულია რობერტსიც არ ჩანდა, მაგრამ სიურპრიზის სახით მან გამოანათა პირდაპირ მნიშვნელობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოანათა ჟოლოსფერი კაბით და გამოაცხადა მთავარი გამარჯვებული ფილმის სახელწოდებით მწვანე წიგნი. ასეთი არის 2019 წლის შეჯამება. მთავარი კინომოვლენა. მთავარი საერთო ჯამში 347 ფილმი იყო წარდგენილი მთელი მსოფლიოდან, შემდეგ ესია ნელ-ნელა რა თქმა უნდა დავიწროვდა და აი ამ დონემდე მოვიდა. 91 ცერემონიალი ასე დასრულდა, ყველა შეხვდა თავისი ოსკარი, დამსახურებული თუ დაუმსახურებელი, ამას ალბათ უკვე შეაფასებენ კრიტიკოსები, ჟურნალისტები. მე ჩემს ოსკართან ერთად დავრჩები. კი ბატონო, ოსკარი ნამდვილად შენია, მარიკა, ნამდვილად დაიმსახურე. დილიდან ჩვენ ერთგულად მუშაობდით და ფოტოს მიიღებ, ხო? კი, ფოტოს გადაგიღებ, ბარემ ვიყავი, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ ხდება ეს. დილიდან ძალიან ერთგულად მუშაობ. ჩემი მობილურით გადაგიღებ, მოიცა ოსკარიც გამოვაჩინე ბარემ წარწერა.
წაწერა. კარგი და მეც მინდა. თქვენ არ შემომიერთ, არ გინდათ მე შემოგიერთ, მოდი, კი. მოდი ნუცა. ოთარ. დაიცი. ოსკართან. ვაი და მართალია. ხო, მართალია, მიდი ოთარ ბარემ მე გადაგიღებ. მართალია მოვდივარ. ესე იგი რომელ კადრში მე ვიყო? ციფერი ხალიჩით მოვდივარ და მელოდი. 3 2 1 91 ცერემონიალიდან ვიღებთ ისტორიულ ფოტოს. აი მარიკა გემშვიდობებით მოკლედ მომავალ ოსკარამდე. ისევ და ისევ შენგელოდებით 2020 წელს. ერთი წლით გელოდებით. მე კი პირადი ნივთებით გავაგრძელებ თემას.